როცა დემეტრე მეფე მონღოლთა ურდოში მიდიოდა, მისი საყვარელი ცოლი ნათელა ახალციხის გზას დაადგა. იგი მიისწრაფოდა თავის მამასთან, მესხეთის მბრძანებელთან და თან მიჰყავდა თავისი ჩვილი ვაჟი გიორგი, რათა მყუდროებაში უშიშრად აღეზარდა. ნათელა მთელ საქართველოში იმ დროს პირველ ქალად ითვლებოდა მაღალი ჭყუით, მტკიცე ხასიათით, კაცთმოყვარე გულით, მამულიშველობითა და განათლებით. გახდა თუ არა სრულწლოვანი და ავიდა მამის ტახტზე, გიორგიმ გრძნულად დაიწყო სამეფოს მართვა. თავდაპირველად მეფემ ალაგმაოსები, რომელნი გიორგის მცირეწლოვნების დროს მთებიდან შემოესვნენ ქართლს და ძარცვაგლეჯით ძალიან შეაწუხეს. მერე შეუდგა თავგასული ერისთავების დამორჩილებას. ზოგი დასაჯა თანამდებობის ჩამორთმევით, ზოგი კი უფრო ბოროტნი სიკვდილით დასაჯა. მათ ნაცვლად დანიშნა ნიჭიერი, ერთგული და ქვეყნისათვის თავდადებული ქართველები. უკეთ მოაწყო სასულიერო საქმეებიც. აქაც უღირსები გადააყენა და ღირსეულები დააყენა უფროსებად. როცა თავის სამეფო კარზე სრული წესრიგი დაამყარა, გიორგი შეუდგა საქართველოს ერთობის აღდგენას. დასავლეთი საქართველო აღმოსავლეთ საქართველოს შემოუერთა. კვლავ აღმობრწყინდა მზე საქართველოს ერთობისა. გაძლიერდა ქვეყანა, ზურგი გაუმაგრდა, წელში გაიმართა. გიორგიმ აღარ დააყოვნა და მონღოლებზე გაილაშქრა. დაამარცხა ისინი რამდენჯერმე, საქართველოდან გააძევა და ერს სრული დამოუკიდებლობა მიანიჭა. გიორგი მეფემ შეადგინა ქვეყნის გამგეობისა და მართვის, წმინდა ზნეობის, ქვეყნის სამსახურის კანონები, დაარქვა ამ კრებულს ძეგლის დება და სახელმძღვანელოდ გამოსცა თავის ქვეშევრდომთათვის. ასეთი სიძლიერითა და სიბრძნით მართა გიორგი მთელი საქართველო 28 წელითაც. სწორედ იმდენ ხანს, რამდენ წელსაც იმეფა თამარმა. მადლიერმა ერმა მას ბრწყინვალე გიორგი დაარქვა და აქამდე ამ სახელით იხსენიებს მას. გიორგი მეხუთე იხსენიება როგორც მეფე აფხაზთა, ქართულ, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშა და შაჰანშა, განმაერთიანებელი ლიხტ იმერისა და ლიხტ ამერისა, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა.